საპროტესტებდა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილისთვის 4 ჰექტარი მიწის გადაცემას. დღეს პროტესტის მიზეზი კიდევ 29 ჰექტრით გაიზარდა. ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გვერდთვება ჩვენ პირდაპირ ეთერში. სწორედ ნიკა მელია ხელმძღვანელობდა იმ საპროტესტო აქციებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ იმართებოდა 4 ჰექტარის გასხვისების შემდეგ და ახლა ბატონ ნიკა, მოგესალმებით, ჩვენ ხედავთ, რომ მართლაც როგორც თქვენ ამბობდით, ის 29 ჰექტარით შეიძინა ორგანიზაციამ, რომელიც პირდაპირ არის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული. თანაინვესტირების ფონდის საუბრობს საკუთარ გეგმებზე და ამბობს, რომ ეს ტერიტორია იქნება ისევ და ისევ სასარგებლო დედაქალაქისთვის, სასარგებლო მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ აქ გაშენდება არაჩვეულებრივი სარეკრეაციო ზონა. რა გეგმები გაქვთ თქვენ, რას ფიქრობთ იმაზე, რაც უნდა მოეწყოს ამ ტერიტორიაზე, რატომ ფიქრობთ, რომ ეს არ იქნება სასარგებლო მოსახლეობისთვის და შესაბამისად რა ნაბიჯებს გადადგამთ თქვენ? მოგესალმებით. პირველ რიგში ის რომ ერთი კვირის წინ საუბრობდი მე სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები, ექსპერტები, ეს დაფუძნებული იყო ფაქტებზე და საბუთებზე. ჩვენ კი არ დავადანაშაულეთ ან ეჭვი კი არ შეგვეპარა, უბრალოდ თქვით ის რაც იყო რეალურად ფაქტებზე დაყრდნობით. ამ ფაქტებიდან ლოგიკურად გამომდინარეობდა, რომ გამოსავალი მხოლოდ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მესაკუთრე გახდებოდა ბატონ ივანიშვილი. ადვილი პროგნოზირებადი იყო, მაგრამ აქ საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ შუაგულ თბილისიდან ამოგლიჯა 29 ჰექტარი და ივანიშვილმა მოიპარა და წაიღო სახლში. დანაშაულებრივად გააკეთა და დანაშაულებრივად წინასწარი შეთანხმებით იქნა გამოტანილი ტერიტორია აუქციონზე, მაშინ როდესაც ამ ტერიტორიაზე სულ რაღაც 2-3 კვირის წინ მიმდინარეობდა საგზაო სამშენებლო სამუშაოები, სადაც უნდა მოწყობილიყო კრწანისისა და შინდისის დამაკავშირებელი ახალი საგზაო მაგისტრალი, რომლის ფარგლებშიც უკვე იცის მაყურებელმა შევახსენებ 540 ხე გაიჩეხა მერიის ბიუჯეტის ხარჯებით და ასევე 700.000 ლარი დაიხარჯა ცენტრალური გასადენი მილის გადასატანად და უნდა გააგრძელებულიყო საგზაო სამშენებლო სამუშაოები. აი აქ ზუსტად უკვე მას შემდეგ ეთქვა, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მინდა, აი მარტივად თქვა მინდა, იმ ნარმანიამაც უთქვა, კი ბატონო, რა ხან თქვენ გნებავთ, წაიღეთ და წაიღო. და გზას ეხა რეალურად აშენებენ სხვაგან. და დამატებით 700 ხე უნდა გაიჩეხოს და ასევე გუშინ გვიან საღამოს ჩვენ ხელთ ჩაგვივართა დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც 19 აპრილს მერიამ ხელშეკრულება გააფორმა ახალ კონტრაქტორ კომპანიასთან, რომელსაც უხდის 1.300.000 ლარს, რომ ის გადატანილი უკვე გაზის მილი კიდევ უფრო გადაიტანოს სიღრმეში, ვინაიდან პროექტი შეიცვალა. ბიძინამ წაიღო ის 29 ჰექტარი და რა თქმა უნდა, ეხლა გეგმები შეიცვალა. ანუ აქ არის გაფლანგვასთან საქმე გვაქვს, ჩვენ გაფლანგვასთან მე საბიუჯეტო სახსრები. წინაპირას ბატონო ნიკა, როდესაც ჩვენ სწორედ ამ თემაზე საუბრობდით, სწორედ არჩევანში ირაკლი ლექვინაძემ მერის მოადგილემ თქვა, რომ დიახ, გარკვეული თანხები ამ ყველაფერზე უკვე დახარჯულია, ხეებიც გაჩეხილია, მაგრამ გაჩნდა ისეთი პროექტის იდეა, რომელიც იმდენად სასარგებლო იქნება ქალაქისთვის, რომ ღირს ამ დამატებითი ხარჯების გადატანა და კიდევ ხეების გაჩეხვა. ის ჩიტი ბრძონადო, დიახ, ბატონმა ლექვინაძემ განაცხადა, მაგრამ პროექტის ავტორმა, ბატონმა შილაკაძემ, ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში მერიას წარუდგინა პროექტი. 3 პროექტი, ამ 3 პროექტი უნდა აერჩიათ ერთ-ერთი. აირჩიეს და დაიწყეს სამშენებლო სამუშაოები. მაგრამ აქ უკვე ითქვა და არაერთხელ ივანიშვილს ჯერ რომ გაეჩეხა 540 ხე და მერიის ბიუჯეტით გადაიტანა, ასე თქვათ, 700.000 დაიხარჯა მილის გადატანაში და ამის შემდეგ ეთქვა, რომ ჩემია, მე ეს მინდა, ან უბრალოდ ჯერ აიღო საკუთრებაში და მერე გაეჩეხა, მონებრივია, ეხა ძალიან დიდი ნებოთახეობა მოყვებოდა, ხო, ისედაც მოყვა. მაგრამ არ დაგვაუწყდეს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ბიძინა ივანიშვილმა ამ 29 ჰექტარს თვითონ მაყურებლებო შეუცვალა სტატუსი, ფუნქციური სტატუსი შეუცვალა ზონას. ანუ თუ კი მანამდე შეუძლებელი იყო ის სამართლებრივად ნებისმიერი სახის მშენებლობის განხორციელება, დღეს უკვე ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურული ნაგებობა ჩადგას იქ. და მოდით ამაზე ვისაუბროთ, ბატონ ნიკა, თქვენ თქვით თავიდანვე, რომ კანონდარღვევით მოხდა ამასთანავე ეს ყველაფერი. უფრო დეტალურად რას გულისხმობთ, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ძლივს ამ თემაზე მერის კომენტარიც მოვისმინეთ, რომელმაც თქვა, რომ ყველაფერი არის კანონის ფარგლებში და არაფერი არ ხდება. კანონ შესაბამისია ნებისმიერი ქმედება, რომელიც განხორციელდება ბატონმა ნარმანიამ ბრძანა. არ ვსაუბრობ მართლაც ბატონ ნარმანიაზე და ბატონ ლექვინაძეზე, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორც დედაქალაქში, ასევე მერის შინი თავ თანამშრომლებმა ძალიან კარგად იციან, თუ რა ხდება
დედაქალაქის მერიაში. რა სიტყვიან ეხა ბიძინამ დაგვირეკა ჩვენ და ამიტომ გავაკეთეთ ბუნებრივია ამის მოლოდინი ხომ არ გვაქვს ჩვენ. არგუმენტი არ აქვს. როდესაც ხშირად კამათო ჩვენ ასე ვთქვათ ოპონენტებთან ვიღაცისთვის ჭიქარი ნახევრად სავსე, ვიღაცისთვის ნახევრად სარიელი და ამაზე მიდის კამათი, მაგრამ ეს არის შემთხვევა, როდესაც უბრალოდ არგუმენტი გამომართლებელი არ არსებობს და არ დაგავიწყოთ, სად არის დანაშაულებრივი ქმედება. ნარმანია დივანიშვილის თხოვნით თუ დავალებით, როგორც გინდა ისე ჩავთვალოთ. კვადრატული მეტრი შეაფასა 21 ლარად. ანუ დღეს ბიძინა ივანიშვილმა შენებლობის უფლებით 29 ჰექტარი კვადრატული მეტრი იყიდა 21 ლარად. მაშინ როდესაც შედარებისთვის თავად ივანიშვილმა 10 წლის წინ პრეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინა 10 ჰექტარი შენებლობის უფლების გარეშე 26 ლარად. ეს შენებლობის უფლებით 21 ლარად. ანუ მაშინ $20 იყო ეს დაახლოებით. დიახ. აი თუ მარტივი გამოსასწორო პლუს გაიყვანა გზა მერიის ხარჯი რომ შევატაროთ ბატონიკა, ანუ მაშინ დაახლოებით კვადრატული მეტრი შეიძინა $20, დოლარებში რომ გადავიყონ და ეხლა გამოდის ეხლანდელი კურსით $10. 10 წლის წინ წარმოვიდგინეთ $20 და დღეს გამოდის შენებლობის უფლების გარეშე. შენებლობის უფლებით რაც მიწის ფას რა თქმა უნდა ზრდის ერთმნიშვნელოვნად და 21 ლარად. ამ დროს ორჯერ უფრო იაფად შეიძინა რეალურად. პლუს ამას ემატება ეხა რომ მერიამ დახარჯა მილიონი ლარი. ბატონიკა თქვენ უფრო ერკვევით ამ საკითხებში დაახლოებით რა უნდა ყოფილიყო ფასი მინიმალური რომ ყოფილიყო ადეკვატური ღირებულება. გვაქვს და უახლოეს დღეებში ჩვენ წარმოვადგენთ კერძო მესაკუთრეების მიერ რეალიზებული ასე ვთქვათ მიწის ნაკვეთები მიმდებარე ტერიტორიაზე 55 ლარად, 57 ლარად, 52 ლარად. ეხლა შენებლობის უფლების გარეშე. წარმოვიდგინეთ, საუბარია შუა გულთბილისზე. ხო ეს რომ არ არის დაუშვათ მიგდებული ადგილი, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ტერიტორია დედაქალაქში, მაგრამ პანორამა თბილისის რა თქმა უნდა გაგრძელებაა ეს ყველაფერი და დღეს გამოდის დამცინავად შემძენი და საუბრობს რომ იქ მოვაწყოთ ველო ბილიკებსო. და თბილისელებს შეიძლება და ციტირებ ბრწყინვალე ბუნებით ისარგებლონ ამოვიდნენ ველობილიკებით ასე თქვათ ისეინონ და პიკნიკზე ოჯახი ამოიყვანოს შაბათ-კვირით. ვინ უშლიდა ხელს? ის იყო სწორედ საჯარო სივრცე და სახელმწიფო ბალანსზე არსებული. დღეს ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში წაიღო და ეხა გვეუბნებიან რომ ველობილიკებისთვის მოეწყობა სივრცე. ეს რო უნდოდეს ბატონ ივანიშვილს 2 წელიწადია ლაგუნა ვერე ერთადერთი მართლაც ღია აუზი დედაქალაქში შეიძინა ბიძინა ივანიშვილის არის და დახურა. რეალურად დღეს თბილის არ აქვს თბილისელებზე რო ზრუნავდეს და მართლაც რომ აინტერესებდეს აბა რა უნდა რეალურად თქვენ ვთქვით ბატონ იმიტომ რომ რასაც რეალურად გამოდის რომ ფაქტობრივად მილიარდერი ივანიშვილი მაინც ბიუჯეტის ხარჯზე აკეთებს ეკონომიას ასეთ ფაქტობრივად თეთრებში თუ შევადარებთ ყიდულობს უზარმაზარ ტერიტორიას და მე აქვე რა თქმა უნდა მახსენდება ის რომ გიგი უგულავას მაგალითად გავსი ბრალდებები ქონდა რიყის პარკთან დაკავშირებით როდესაც იყო იქ რა თქმა უნდა სხვა ყიდვაგაყიდვის სქემაზე იყო საუბარი, მაგრამ იქაც იყო საუბარი, რომ აი ბიუჯეტის თანხები დაიხარჯა ასე თქვა რაღაც ტერიტორიის ყიდვაში და ასე შემდეგ. შეიძლება ბატონო ივანიშვილი ვერ გავამტყუნოთ და ასე იკვეთება სამართალ დარღვევები, მაგრამ ივანიშვილის პრობლემა შეიძლება არ იყოს თუ განვიხილოთ შემდეგნაირად ეს, რატომაც ასე თქვა ჩადის ამას. ივანიშვილი მაგალითად დილით რო იღვიძებს, რა თქმა უნდა იყავს მებაღე, ყავს მზარეული გასაგებია ხო, ეხლა უნდა ყავდეს აქვს შესაძლებლობა და ყავს ხო? და დედაქალაქის მერიასაც ზუსტად ასე უყურებს. ის არ აღიქვამს, რომ ეს არის არჩევითი თანამდებობის პირის, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის ქვეშ, ან ნარმანიას ქვეშ, არამედ უბრალოდ არის მის დაქვემდებარებაში და ბუნებრივია, რომ მაქსიმალურად ეხლა თუ მილიარდელი ადამიანი იყო, ეს არ ნიშნავს, რომ ფულს ასე ვთქვათ, ხარჯავდეს ისე, როგორც ასე ბევრს გონია, რა ხა არავითარ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, რომ არა ეს სიძუნწე პირდაპირ გეტყვით, მინიმუმ იმას მაინც არ გააკეთებიებდა ნარმანიას, რომ მერიის თანხებს არ დაახარჯიებდა. მერიას დაახარჯია $1,000,000 ლარი, ეხა $1,300,000 დაახარჯებს, რომ ისინი დამატებით გადაიტანოს და სამტრისი რატო ააფეთქა მეგობრებო? სამტრისი რატო ააფეთქა? რატო შეიძინა ძველი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც მიგდებულია, ეხა თბილისელები უამრავი ნამყოფი იქნება უკანასკნელი წლების განმავლობაში, გავიაროთ და ნახოთ რას გავს იქაურობა. ხო? ბატონო რიკა, რას აპირებთ თქვენ? როგორია თქვენი გეგმები? როგორ დაუპირისპირდებით ამ ყველაფერს? ეს საკითხი ცდება ასე ვთქვათ, რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების ასე ვთქვათ, პრობლემას. პრობლემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კომპლექსური და მოდით პირდაპირ და გულწრფელად ვთქვათ, ვერც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური გაერთიანება დღეს და ხვალ თუ არა
კონსოლიდაცია ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისა მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა მწამსისა უნდა გავერთიანდეთ და ჩვენ უკვე გავხსენეთ დიალოგი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, სხვადასხვა საზოგადოებრივ პროფესიულ ჯგუფებთან და მხოლოდ ერთობლივი გეგმა დაიდება უახლოეს დღეებში, რის შესახებაც რა თქმა უნდა საზოგადოებას საქმის კუთხე ჩავაყენებთ და ვაპირებთ პირდაპირ გეუბნებით ყველასთან ეს ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი მონაწილეები და არა ერთადერთი და არა წამყვანები. მე რა ვქნა, მე და ირაკლი აბესაძემ შევიტყვეთ პირველად თუ რა გააკეთა ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში ივანიშვილმა. ეს ჩვენი ექსკლუზიური პრობლემა და ჩვენი მოსაგვარებელი პრობლემა მხოლოდ არ არის, უნებრივია. ნებისმიერი თბილისელი დღეს არის შეურაცხყოფილი და უამრავ ადამიანს ხვდები დღის განმავლობაში, ხო? ნამდვილად უბრალოდ უყვით რაში ჭირდება ივანიშვილს და ჭირდება ეს ტერიტორია იმისთვის, როგორც მინიმუმ ვერავინ ვერ ავიდეს, ვერც ერთი თბილისელი და ვერ გადახედოს თავის დღევანდელ არსებულ რეზიდენციას და ეს ადგილი სწორედ ასეთია. და რაც შეეხება ორი სიტყვით ვიტყვი ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში, თითქოს ერთადერთი არგუმენტი ჰქონდათ ბოტანიკურ ბაღის დირექტორს და ლექვინაძეს, როგორც ვიცი ბატონს, რომელიც გამოვა, თქვა, რომ კარგი მიცა ბიძინა და ცუდი წამოიღო და სინამდვილეში ესე არ არის და ხვალ ჩვენ ამას რეალურად საზოგადოებას გავაცნობთ თუ რატომ არ არის ეს და რატომ აიძულა დედაქალაქის მერია ივანიშვილმა რომ ეს 4 ჰექტარი მოენაცვლებია. აი ყველაფერი გრძელდება ისე როგორც ალბათ ვერავინ ვერ წარმოიდგინა. მთელი წყება არის დანაშაულებრივი ქმედებებისა ჩადენილი და მე მიმართავ ქონების მართვის სამსახურის უფროს ბატონ კარლო ლაფერაძეს, ასეთი თანამშრომელია. დააფიქრდეს ორჯერ მაინც რა საწერს ხელს. ამ ქვეყანაში არავის არაფერი არასოდეს არ შერჩენია და არც შერჩერდება. მე არ მინდა ვიყო გამორჩეული ეხა იმ თვალსაზრისით და არ მინდა ამ ტექსტის ასე თქვათ თქვენ ეთერში თქვა რომ მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს, მაგრამ სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. რეალურად ჭირდება უბრალოდ ერთი პროკურორი და ერთი გამომძიებელი. და ივანიშვილი ამას აკეთებიებს სამწუხაროდ ნარმანიასაც, ბატონ ლექვინაძესაც, ბოტანიკური ბაღის დირექტორსაც და სხვა დანარჩენ მაგალითებს. დიდი მადლობა ნიკა მელია გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. ირაკლი ლექვინაძე მერის მოადგილე ახსენა ბატონმა ნიკამ და ჩვენი სურვილი იყო გადაცემაში მონაწილეობა მიიღო თბილისის მერიის წარმომადგენელსაც, თუმცა მერიამ უარი გითხრა, სადაც განგვიმარტეს, რომ ამ თემაზე რაც სათქმელი